ერთდღიანი უკანონო პატიმრობიდან ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტი დღეს გათავისუფლდა. ცირაჟვანია ოცნების სასამართლომ რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით გაასამართლა. ადმინისტრაციული სახდელი ჟურნალისტმა მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ამოწურა. უკვე 2 კვირაა დაკავებული აქტივისტები დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სასამართლოს ხდომათა დარბაზებში ერთმანეთს ენაცვლებიან. ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე, ძალიან დავისვენე და უფრო მეტად დავწმუნდი იმაში, რა აბსურდში ვცხოვრობთ მთელი ქვეყანა. საკეთებენ ეს არის უბრალოდ გიჟი ბიძინა ივანიშვილის ახირება, რომ რამენაირად ჩვენ რუსთაველი არ გადავკეტოთ. ჩვენთვის მართლა მომავალი წერტილი ის არ არის რუსთაველის გამზირზე 308 ნომერი ავტობუსი გაივლის თუ არა საღამოს. პროტესტი მარტო ის არ არის, რომ ქუჩა გადაიკეტება. ბიძინა ივანიშვილს თუ გონია, რომ ჩემი 10 დღე აქ ჩდომის გამო მე გავჩერდები და ხმას არ ამოვიღებ და ეხლა ჩვეულებრივ ცხოვრებას გავაგრძელებ, ძალიან ცდება. ეს პროტესტი არსად არ გაჩერდება, არ დამთავრდება და როცა დამთავრდება ისე როგორც საჭიროა. ერთკვირიანი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც. ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ჟურნალისტს მეუღლე დახვდა, რომელიც 24 ოქტომბერს მასთან ერთად დააკავეს, თუმცა მოგვიანებით 5,000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ოცნების სასამართლომ მცირეწლოვანი შვილების მშობლები გზის გადაკეტვის ბრალდებით გაასამართლა. გათავისუფლებული ჟურნალისტი საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ ისევ რუსთაველზე დაბრუნებას გეგმავს. ბოლომდე ხალხო, ბოლომდე უსამართლობის დაკანონებით მოქალაქეთა ლეგიტიმურ პროტესტს ვერ ჩაახშობენ. ეს 7 დღიანი პატიმრობა კიდევ და კიდევ მარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი ბრძოლა არის მართებული და სწორი. ყველა ქმედება იწვევს უკუქმედებას. ჩვენი უკუქმედება იქნება ის, რომ მე აუცილებლად ისევ მივალ რუსთაველზე და ისევ გავაპროტესტებ იმას, რაც არის უსამართლობა. უსამართლობას არავის არ შევარჩენ. გზის გადაკეტვის ბრალდებით ბოლო დღეებში გელა გელაძის უწყება მას 13 ადამიანი დააკავა. ნაწილმა მათგანმა საპატიმრო დაწესებულებები უკვე დატოვა. დღეს გათავისუფლდა სინდისის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე, რომელმაც 7 დღიანი საპატიმრო ვადა რუსთავის იზოლატორში მოიხადა. ყველა ფაქტობრივი გარემოება არსებობდა იმისთვის, რომ საპატიმრო სასჯელი არ ყოფილიყო აი ამ მახინჯი კანონის ფარგლებშიც კი, მაგრამ აშკარა იყო, რომ იყო დაკვეთა, უნდათ დაეშვათ პრეცედენტი, რომ სინდისის პატიმრის მამა, ოჯახის წევრი, დედა ციხეში მომხდარიყო და ეს საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ყველაფერზე წამსვლელი არიან რუსთაველი, ვიდრე ამ ქვეყანას ცვლილებები არ მოვა, პროტესტი, ქუჩა. ეს არის გამოსავალი ამ ქვეყნის. ვერავის ვერ შეაშინებენ, არავის არ. ზურაბ ცეცხლაძის საგულშემატკივროდ იზოლატორთან მივიდნენ სხვა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც. ადამიანები, რომლებიც თითქმის 1 წელია უწყვეტად აპროტესტებენ ქართული ოცნების პრორუსულ და რეპრესიულ პოლიტიკას. ამბობენ, რომ ვერც ციხე და ვერც გამკაცრებული კანონები მათ ბრძოლაზე გავლენას ვერ მოახდენს. არა და არა, არ გვეშინია. ჩემმა შვილმა დღეს რა თქმა უნდა სოლიდარობის ნაცვლად მამას გამოუცხადა შიმშილობა დაიწყო და დღეს შეწყვიტავს რა თქმა უნდა. ნეტა თვითონაც გაუნათდებოდნენ გონება და გახდებოდნენ პატრიოტი და მათი შვილების მომავალზე იფიქრებდნენ, წავიდოდეთ ევროპისკენ ერთად. რუსეთში რა გვინდა ხალხო, რა ჭირთ, რა დაემართათ, არ ვიცი. ვინც დუმს და გულთან არ მიაქვს, ისინი უნდა დაფიქრდნენ, რომ ეს რეჟიმი არავის არ დაგვინდობს, მაგრამ ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ერთადგომა, ჩვენი თანადგომით ყველაფერი სიკეთისკენ წავა, მჯერა უფალი არ გაგვწირავს. ბიჭების თავისუფლად გამოვლიან გზა ევროპისკენ, ნათელი და ჭეშმარიტი იქნება. კიდევ ერთი პირი, რომელიც გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს, რუსეთის მოქალაქე არტემ გუსელნიკევია. მას 7 დღიანი პატიმრობა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა შეუფარდა. გუსელნიკევი ახლა ზაჰესის იზოლატორში ელის საპატიმრო ვადის გასვლას. მას დეპორტაცია ან ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა არ ემუქრება. თბილისის აეროპორტში ის დააკავეს პასპორტის კონტროლის გავლისას. თარჯიმანმა კითხა რატო იყო საპროტესტო აქციაზე, იყო თუ არა. მან უთხრა, რომ ის მივიდა მხარდასაჭერად როგორც ანტონ ჩეჩინის, რადგან ერთი ქალაქიდან არიან, ასევე იმ ხალხის, ვინც დგას რუსთაველზე და უბრალოდ იღებდა იქ არსებულ სიტუაციას, თუმცა დიდი ხანი არ იმყოფებოდა გამზირზე. დემონსტრანტების ნაწილი იზოლატორებს ტოვებს, თუმცა ოცნება აქციის მონაწილეების დევნას არ წყვეტს და მათ ადგილებს მალევე სხვა აქტივისტები იკავებენ. ასე მოხდა გუშინაც, მას შემდეგ რაც რუსთაველის გამზირის 327 დღესაც გადაიკეტა, გელაძის უწყების თანამშრომლებმა კიდევ 4 პირი ისევ გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს.